მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ პოდკასტს აღზრდის სკოლა მშობლებისათვის. მე მისი წამყვანი და ავტორი, ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი გახლავართ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება გააზრებული მშობლობა. მიზანია მშობლებს დავანახოთ შვილების აღზრდის პროცესის არა მხოლოდ რუტინა, არამედ დავანახოთ ეს პროცესი როგორც ძალიან საინტერესო ენერგეტიკული და სულიერი მოგზაურობა, რომელშიც თანაბრად მონაწილეობს ორივე მხარე. მშობლებიც და შვილებიც. სამყაროს კანონზომიერებებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ სოფია ბზეკალავა, ასტროფსიქოლოგი, ასევე ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ეზოთერიკაში და ბევრ სხვა საკითხებშიც. გამარჯობა სოფია. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს საზოგადოებას. ძალიან საინტერესო თემა ავარჩიეთ და მე მინდა დავიწყო პირველი კითხვით, რომელიც სულ მაინტერესებს და სულ მაწუხებს. ეს კითხვა არის, მართლა ვირჩევთ თუ არა ჩვენს მშობლებს? რა თქმა უნდა, ვირჩევთ ასტროლოგიური პრინციპების მიხედვით სული ინკარნირდება ასტროლოგიის საფუძვლები ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ ყველანი ვართ ყოველი ინკარნაციისას სახალ მოგზაურობაში და ეს მოგზაურობა ჩვენივე არჩეულია, სხვათა შორის ჩვენივე ნებით ვიბადებით, სული ინკარნირდება საკუთარი სურვილით და მოთხოვნილებით და შესაბამისად ნებისმიერი ახალი ინკარნაცია ეფუძნება იმ პრინციპს, რომ გვინდა რომ მივიღოთ ის გამოცდილება, რის მიღებაც ვერ შევძველით წარსულ ინკარნაციებში. ძირითადად რაზეც გვინანია. და ყველაზე მთავარი ემოციები და სინანული ადამიანის სანამ გარდაიცვლება, ამის სტატისტიკაც არსებობს, როგორც ვიცით, რომ გარდაცვალების წინ, როდესაც ფიზიკური სხეულიდან გადის სული და ბრუნდება ის ღმერთთან, ასე ვთქვათ, უმაღლეს მესთან ბრუნდება, გაცილებით უფრო კარგად აცნობიერებს. აი, სად შეცდა, სად შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო, მაგალითად, კონკრეტულ ადამიანებთან როგორი ურთიერთობით ჯობდა და ჩნდება სინანული. და ეს სინანული და გაცნობიერება წარმოშობს უკვე მომდევნო ინკარნაციის ეგრეთ წოდებულ სულის კონტრაქტს. ძირითადად ესე ხდება, რომ ვაცნობიერებთ, რა შეგვეშალა, კიდევ რომ გვეცხოვრა, სხვანაირად როგორ ვიცხოვრობდით და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვცდილობთ, რომ ვითხოვთ, რომ მოვიდეთ ამ ქვეყანაზე. და ყველაზე მთავარი ადამიანები მათ კონტრაქტორ სულებს ვეძახით, რა თქმა უნდა, სულის მიერ არიან მოთხოვნილი, კონტრაქტი დგება, ესე ვთქვათ, სულებს შორის და მოდი კიდევ ვცადოთ. ოღონდ სხვა ფორმატით, სხვა ეპოქაში, სხვა სხეულით, სხვა მოცემულობაში. გავიაროთ ისევ იგივე სიტუაცია, ვიგრძნოთ იგივე ემოცია, მაგრამ შევძლოთ და სხვანაირად მოვიქცეთ. პირველ რიგში ვაპატიოთ ერთმანეთს. ნაკლებ სიღრმეს არც ველოდი. ძალიან სიღრმისეულია, კი. ძალიან სიღრმისეულია და ძალიან საინტერესოა, როცა შეგიძლია საკუთარ ცხოვრებას და საკუთარ შვილს შეხედო ამ კუთხით, არა როგორც ადამიანს, რომელიც დაიბადა და შეიძლება რომ არ მოგწონს იმ ქმრის შვილია თუ იმ დედამთილის შვილი, ხო? არამედ როცა აღიქვალ შენ შვილს ან თუნდაც შენ თავს. სულად რომელიც ამ დედამიწაზე მოვიდა იმისთვის, რისი გაკეთებაც წინა ცხოვრებაში ვერ მოასწრო. მე ვფიქრობ, რომ აი მარტო ამისი გააზრება მშობლებისთვის, აი ამ კუთხით რომ შეხედონ თავის შვილებს, უკვე ძალიან ბევრ რამეს შეცვლის, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ხა ვერ მივიღოთ განათლება ყველა სფეროში, იმიტომ რომ ყველა სფერო იმდენად საინტერესოა, ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, ფსიქოლოგია, ფსიქოსომატიკა, მაგრამ აი გააზრებები როცა იწყება, გააზრებული მშობლობა, ეს არის ჯილდო მე ვთვლი თითოეული შვილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვთანხმდებით, რომ აბსოლუტურად ყველა მშობელი მაინც ტრავმებს მივაყენებს ჩვენ შვილებს. ამის გარეშე არ შეიძლება უბრალოდ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე, როდესაც მოვდივართ, დედამიწა ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ უნდა გავიაროთ დისკომფორტი და ამ დისკომფორტის შედეგად უნდა ჩამოვყალიბდეთ საკუთარი თავის უკეთეს ვერსიაც. ამიტომ ნებისმიერ მშობელს ვურჩევ, რომ არ კონდეს დანაშაული შეგრძნება, არ არსებობს ტრავმის გარეშე, არც თქვენ არ ხართ ტრავმის გარეშე, თქვენი ბავშვობის ტრავმები გაქვთ, დედის ტრავმები გაქვთ, დედას თავისი ტრავმები აქვს და ეს არის ძალიან დიდი პაზლი. ესეთი მატრიცა, მოდი ესე ვთქვათ, რომ საგვარეულო სისტემა მატრიცაა და ინკარნაციაც მატრიცაა. და სული ამ პრინციპით ირჩევს თავის, ესე ვთქვათ, ოჯახს, თავის საგვარეულო ეგრეგორს, რომ ამ მატრიცაში უნდა შემოვიდეს და გახდეს ამ მატრიცის ერთ-ერთი ახალი რგოლი. ბიოლოგიურადაც ხომ ესეა ჩვენ ვიბადებით იმისთვის, რომ რაღაც შევუმატოთ ჩვენს საგვარეულო სისტემას. ჩვენი სახე ხდება თავსა ვირჩევთ სისტემას, რომელსაც ზუსტად იგივე ჭირდება, რაც ჩვენ. კი, ჩვენ წინა ინკარნაციულად რა გამოცდილებაც გვაქვს ტრავმული. ამ ტრავმული გამოცდილების მიხედვით ვირჩევთ საგვარეულო ეგრეგორს, იმიტომ რომ სულს არ აქვს სხეული და შესაძლოა ჩვენ გვჭირდება განსხეულება. განსხეულება იმიტომ გვჭირდება, რომ ემოციურად განვიცადოთ, დედამიწა ზუსტად ის ადგილია, სადაც ჩვენ ემოციებს განვიცდით. და ეს ემოციური მეხსიერება მე არის უკვე სხეულებრივი მეხსიერებაც და სხეულებრივი მეხსიერება ზუსტად დედიდან, ქალიდან გადადის, ესე ვთქვათ, შთამომავლობაზე. ამიტომ ქალის
აღქმებს ქალის კარგად ყოფნას, ქალის შინაგან წონასწორობას და ქალის უნარს მოუფრთხილდეს არა შვილს და ოჯახს, არამედ პირებს საკუთარ თავს. აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან დიდი. ხო, ნუ ეს მე ვფიქრობ, რომ აქამდე საზოგადოება ჯერ კიდევ უნდა გავიზარდოთ იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ რაც მე არ მაქვს, იმას მე ფიზიკურად ბავშვს ვერ გადავცემ და აი როცა მე მინდა რომ ჩემი შვილისთვის ყველაფერი გავაკეთო და აი ძალიან ხშირად თითქმის ყოველთვის, ხო, ნუ იშვიათი გამონაკლისების გარდა ხედავთ მშობელს, რომელიც არის მზად გააკეთოს ბავშვისთვის ყველაფერი, არ ვიცი, გადაეფაროს ტყვიას, არ შეჭამოს, არ დაიძინოს, ხო? ანუ იცხოვროს თუ მამაკაცთან, რომელიც არ უყვარს და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ გვავიწყდება ვკითხოთ ჩვენ შვილებს, უნდათ თუ არა მათ ეს მსხვერპლი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ტვირთი, როდესაც ჩვენ ბავშვის გულისთვის ამას ვაკეთებ და სინამდვილეში ბავშვს უნდა უბრალოდ ბედნიერი დედა და შეყვარებული დედა. რა თქმა უნდა. შეყვარებული დედა. თუმცა ესეც ინკარნაციული პრინციპია. ანუ შევთანხმდით, რომ ჩვენ ჩვენს მშობლებს და ოჯახურ სისტემას ვირჩევთ იმაზე დაყრდნობით, თუ რა დაგვრჩა გასაკეთებელი და ხშირად ვირჩევთ იმ გამოცდილების მისაღებად და ასტროლოგიაში გამოცდილება მივიღო, ხშირად ნიშნავს, რომ ძალიანაც მეტკინოს, ხო? და მეტკინოს არა, გარკვეული დისკომფორტი გავიარა. ხანერთ ვერ სწავლობს ადამიანი, ვერ იცვლება, ტრანსფორმაცია ხანერთ არ ხდება. დივაზე წამოწოლი არავინ არ გადვითარებულა ჯერ. ხო, ნუ ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენი მშობლები და ჩვენი შვილები არიან ადამიანები, ოჯახის წევრები, ყველაზე ახლო ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ეს დისკომფორტი უნდა გაგვაცნეს. რა თქმა უნდა. სიყვარულით გვაყენებენ ტრავმებს. ასტროლოგიაში არსებობს ერთი ასპექტია, უბრალოდ ასპექტი არ არის კომბინაცია ამოკეთ, ქირონულ ტრავმებს ვეძახით ჩვენ ამას. ეს არის ტრავმის ინდიკატორი საგვარეულო სისტემაში და ეს არის ის ტრავმები, რომელსაც სიყვარულით გვაყენებენ. ან რაღაც გარკვეული სიტუაციები ლაგდება ისე, რომ თითქოს არავინ დამნაშავე არ არის და ამ დროს ვიღებ ტრავმას. ძირითადად ტრავმები ყოველთვის სისტემურია, ოჯახის სისტემაა, შეიძლება ესე ითქვას და ამ სისტემაში მიმდინარე მოვლენების გამო ინდივიდუალური ადამიანების დისკომფორტი მოდის უკვე მერე. შესაბამისად, აქედან ამოიზრდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მერე უჭირთ პირად ურთიერთობებში საკუთარი თავის პოვნა და სამწუხაროდ ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი. თუმცა თუ ესეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებით, მინდა გითხრათ, რომ წყვილის პოვნამდე ჯერ საკუთარი თავი უნდა იპოვნოთ და ყველაზე თავარი არის კიდევ ის, რომ თქვენი ვესქოსი მშობელთან უნდა დაალაგოთ ურთიერთობა. აი ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როცა ვარჩევთ უშუალოდ თუნდაც პირად სესიებზე, ან როცა ზოგადად საუბარია ქალის და მამაკაცის ურთიერთობებზე, ეს ზედაპირულად შეგვიძლია, რა თქმა უნდა, რაღაცა გარკვეული კომუნიკაციური ფსიქოლოგიური რჩევები მივცეთ. მაგრამ ჩვენი დაულაგებული და თუ დაალაგებული ურთიერთობა თავიდან ბოლომდე არის აკინძული ჩვენ მშობლებთან ურთიერთობით. ამიტომ მე ჩემს მამას და დედას გვერდით გავწევ და ის არ მაინტერესებს, მაგრამ აქ მე უნდა ავდგე და ჩემი პირადი ცხოვრება შევქმნა, პირადი ცხოვრება უბრალოდ არ გამოვა. ერთმნიშვნელოვნად, ზუსტად ესეა. ან იგივე გამოვა, ანუ ოჯახში ვიპოვით გაუცნობიერება იგივე არამედ მამას ან დედას. რა თქმა უნდა. ნუ ასტროლოგიაში, ასტროფსიქოლოგიაში ესეთი პრინციპით ნაწილდება, რომ ჩვენი ყველა პოტენციური პარტნიორი თუ ქალზეა საუბარი, ეს არის ჩვენი ურთიერთობა დედასთან. სანამ არ დავალაგებთ ამ ურთიერთობას და არ მიხვდებით იმას, რომ დედას ყოველთვის ისე უყვარდით, როგორც მას ისმოდა შეეძლო და რა რესურსიც ჰქონდა, იმ რესურსს გვაძლევდა. და სხვათა შორის ასევე ტრავმის წარმოქმნა იწყება უკვე დაბადებიდან და ნებისმიერი გოგო, ქალი, რომელიც ობიექტური მიზეზებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, და არა სუბიექტური მიზეზებით, რაღაც გარკვეულ სიტუაციაში არის სეპარირებული უკვე დაბადებისას დედასთან. შეიძლება იყოს რთული დაბადება, შეიძლება იყოს დიდ ხანს ვიბადებოდი, ბევრჯერ ვთქვამთ მაგალითად, 2 დღე ვიბადებოდი სიცილით. კი, სხვა შორის მაინტერესებდა ეგ თემა. 2 დღე ვიბადებოდი, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად ყალიბდება ეს კომპლექსი დედასთან ურთიერთობაში, რა მძიმე ხარ. ან თუნდაც მაშინ, როდესაც თვითონ ორსულობა როცა რთულია ორსულობა, ხო? ორსულობა რთულია, ეს ცალკე ისტორიაა და თვითონ დაბადების მომენტი თუ ხდება დედასთან სეპარაცია და ისე გამოვიდა, რომ პატარა ადამიანი დაბადებისთანავე მთავარმა მოკავშირე მიატოვა, ჭყალებში მიატოვა, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ არც ერთ დედას არ უნდა საკუთარი შვილის მიტოვება, მოდი შევთანხმდეთ. არის ობიექტური მიზეზები, ამისთვის დედაც უდათ არის, ფიზიოლოგიურად დაქანცულია, გამოფიტულია, ძალიან ბევრი ფაქტორია, რატომ ხდება ხომ ეს სეპარაცია. იქ უკვე ყალიბდება ესეთი სამწუხაროდ ესეთი მარყუჟი მოდელი, აღქმა
და ყველა ურთიერთობაში იგივე უნდა მოხდეს. ეს გაუაზრებელია, ეს არც ერთი ადამიანი ამას შეიძლება ვერ იაზრებს. აი, ეს ხო ვერ იაზრებს ძალიან ხშირად პირად ურთიერთობებში, როდესაც ხო რატომ მიდიან ჩემგან მამაკაცები და კითხვა რომ მოდი მომიყევი შენ დედასთან ურთიერთობის შესახებ და პირველი თვალებში იკითხება რომ ეს რა შუაშია. კი, ყველას ესე გონია. სოფია, ძალიან ხშირად არის ხოლმე აქცენტი ბავშვის დაბადებაზე, მაგრამ ჩასახვასაც აქვს თავისი გარკვეული მნიშვნელობა, ხო? აი მე მაინტერესებს რა მნიშვნელობა ენიჭება ჩასახვას მაშინ როცა მაგალითად ჩასახვა ხდება ხელოვნური განაყოფიერებით. ანუ იქ ხო რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება პროცესი და აი რომელი შეიძლება ჩასახვის წამად ავთვალოთ. ან სადმე არის ესეთი პროგნოზი, რომელიც უკეთ დამანახებს ჩემს ნატალურ რუკას ჩასახვის წამი თუ მეცოდინება? პირველ რიგში ნახეთ, გადაწყვეტილებას იღებს წყვილი. ეს არის უკვე მთავარი ფაქტორი. თუმცა როცა წყვილი იღებს გადაწყვეტილებას, დედა პირველ რიგში ყოველ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას, რომ მას ყავდეს შვილი, ეს მთავარი მოთხოვნა არის. ამ შემთხვევაში უკვე სულს არჩეული ყავს საკუთარი მშობელი. რანაირ პირობებში მოხდა ამ არჩევანის გაკეთება, ამას კიდევ თავის დანიშნულება აქვს, რა თქმა უნდა, რომ შეიძლება მარტო დედამ გადაწყვეტა არის ეს სიტუაციები, როდესაც ქალბატონი იღებს გადაწყვეტილებას, რომ მაგალითად ყავდეს შვილი ამ შემთხვევაში მარტოს სიტყვაზე, ხო? არ ყავს მაგალითად დაუშვი პარტნიორი და არ უნდა რომ ყავდეს, ესეთი ვარიანტი შეიძლება იყოს. აქ ახლა შეგვიძლია კიდე ჩავყვეთ რა მოდელია ეს. მე მაინტერესებს, ნახე ეგ თემა, იმიტომ რომ მე როცა ვიღებ გადაწყვეტილებას რომ მარტო გავაჩინო, მე ვერ ვიაზრებ რომ ამ ბავშვს მამა ჭირდება, თუ იქ სადღაცა სული წყვეტს რომ უნდა. სხვა თემაა, მან პირველ რიგში შეიძლება ძალიან ისეთ ბევრისთვის ალბათ ცოტა თავისებური იქნება ამის მოსმენა, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებას იღებ, რომ მხოლოდ შენ უნდა იყო დედა, ანუ მამა არ უნდა ყავდეს შენ შვილს, ესე იგი შენ მთელი შენი ცხოვრების მანძილზე დედას ვერ იღებდი. ანუ შენ და დედა ერთნი არ ხართ სამწუხაროდ. უნდა ჩავხედოთ დედასთან ურთიერთობას. რა მიზეზით არ ვიღებ დედას. თუმცა აქ შეიძლება მეორე ვერსიაც იყოს, ზედმეტად ახლოს ვარ დედასთან. და დედა არის ჩემი პარტნიორი. და მე პარტნიორის ადგილი აღარ მრჩება ცხოვრებაში. ანუ ყველაფერი ძალიან ჯაჭვურია, მოდი პირდაპირ გეტყვით. რაც შეეხება ჩასახვას, აქაც არის ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ კვერცხუჯრედის გზა როცა იწყება, აი აქედან მოყოლებული უკვე ესე ვთქვათ, სული ირჩევს გზას. თუმცა მანდაც რა ხდება, იცით, 9 თვის მანძილზე ხომ არის ხოლმე მაგალითად არის მოშლა მოულოდნელი, თითქოს არანაირი წინაპირობა არ იყო ამისთვის. ფაქტობრივად იმ 9 თვის მანძილზე სული ჯერ კიდევ იღებს გადაწყვეტილებას, იცით? ჯერ კიდევ იღებს გადაწყვეტილებას, მოაწეროს ხელი თუ არა ამ კონტრაქტს, ანუ შემოვიდეს თუ არა ამ სისტემაში. ძალიან კარგია ასე თუ შევხედავთ, იმიტომ რომ როცა შეგვიძლია რაღაც ვიზუალურად დავასურათ ხატოთ, გვიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი ვიცით, წარმოდგენილი გვაქვს და არ გვაქვს შიში და არ გვაქვს რაღაც შფოთვა, იმიტომ რომ როგორც წესი, ხო რაღაცა შფოთვითი მომენტი გვაქვს ყველა იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც არ ვიცით რა ხდება. ამიტომ იდეალური ვარიანტია რაღაც ჩვენი ხედვა გქონდეს, ხო? და ამას მიცეთ რაღაცა თავისი ვიზუალი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა მორწმენა ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა ბაზისია ადამიანისთვის და თან ლოგიკურია, იცით, იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ ადამიანი მოვიდეს და გაქრეს. არავინ არ ვიბადებით აქ უბრალოდ ისე მოვედი, წავედი. ყველას დაბადებას თავის დანიშნულება აქვს. აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს მისია, ასტროლოგიაში ვთქვი, კარმული მისიები და არავინ უბრალოდ აი მოვიდა და წავიდა, ასე არავინ არ ვიბადებით. ამ პრინციპით არავინ იბადება. იმიტომ რომ არჩევანი არის, რა თქმა უნდა. შეიძლება ადამიანი მოვიდეს კონკრეტული მისიით, მოითხოვა სულმა, თუნდაც ამ კარმული კონტრაქტით, მაგრამ მან ეს მისია შეიძლება საერთოდ არ შეასრულოს. ეს მის თავისუფალი არჩევანია, იმიტომ რომ ასტროლოგიის მთავარი პრინციპი კიდევ არის არჩევანი. არჩევანი და ამ არჩევანის შედეგად ჩვენ რას ვიღებთ? იმიტომ რომ თუ არჩევანს არ ვაკეთებთ, იქაც არჩევანს ვაკეთებთ რეალურად. თუ არჩევანის არ გაკეთებაც არჩევანია. შენ სხვები აკეთებენ შემაგერად. ხო, ძალიან კარგია რომ ხაზი გაუსვი, იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ ხოლმე ორი დამოკიდებულება ასტროლოგიისადმი. ერთნი თვლიან, რომ ასტროლოგიის გჯერა თუ არ გჯერა, ესე კითხვა სვავენ და მე ვფიქრობ, რომ აქ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ადამიანი ვერ ერკვევას აკეთებს, იმიტომ რომ სანამ შენ გადაწყვეტ, რომ ასტროლოგია არ არსებობს, როგორც მეცნიერება, ჯერ უნდა ჩაიხედო კვლევებში და არსებობს მეორე უკიდურესობა, როცა ადამიანები მთლიანად ასტროლოგიას ანდობენ ყველაფერს და თუ ასტროლოგიურად ეს არის რთული წელი, მოდი მე დავჯდები და მოვემზადები სირთულეებით, ან რაღაცა მსგავსი, ხო? ანუ აი რამდენზე დაახლოებით ადამიანის თავისუფალი არჩევანი, რაღაცა მე მაქვს რუკაში მაგალითად, მაგრამ მე ხო შემიძლია ავდგე და ეს ყველაფერი შევცვალო. 100%-დან აი 99.90% შენ თავისუფალი არჩევანი.
ხო, და იქ სადაც ჩემი არჩევანი არ არის, 1% არის, როდესაც არის რაღაც მოვლენები საერთოდ, როდესაც კარმულ მოვლენებს ვეძახით ჩვენ და ეს არის სავალდებულოში ნიშანი, რომელიც უნდა გაიარო, მოხდება შენ ცხოვრებაში. რაღაც სიტუაციები არის სხვადასხვა რამ, მაგალითად შეიძლება ის იყოს კარმული წყვილი, რომელსაც უნდა შეხვდე, იმიტომ რომ ნიშნულოვანი ბავშვი დაიბადოს, უნდა დაშორდეთ. თქვენი მისია ვთქვათ ეს არის, რომ მაგალითად ზუსტად ამ ბავშვის, ესე ვთქვათ, ამ ქვეყანაზე მოსავლენად იბადებით და ვერ უნდა დაშორდეთ. მაგალითად, სიტყვაზე ეს ერთ-ერთი მაგალითია, მაგრამ ამ 1%-შიც შენ კიდევ შეგიძლია ადეკვატურად გაიარო ეს შუქნიშანი. გამოცდილება მიიღო. ანუ მოვლენა მოხდეს, შესაძლოა, მაგრამ შენ ეს მოვლენა მიიღო მადლიერებით და მიხვდე რომ ეს შენთვის გაკვეთილია, იმიტომ რომ რეალურად არ არსებობს ასტროლოგიაში ცუდი და კარგი. არსებობს რესურსი. და შენ ამ რესურსს როგორ იყენებ? ეგ არის, კი, ზუსტად. ანუ ყველაფერი არის ჩვენს ახმებზე დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენი ახმაა. იგივე ბავშვური ტრავმები, ჩვენი ბავშვობის ტრავმები არის ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომელიც გვაყალიბებს ისეთად, როგორებიც ვართ. იმიტომ რომ ტრავმიდან რესურსი თუ არ წამოვიღეთ, ჩათვალეთ, რომ სულ ბავშვები რჩებით. ნამდვილად, მაგრამ რესურსაც კეტავს ზოგიერთი ბავშვობის ტრავმა. ანუ ესეც უნდა გააცნობიეროს ადამიანმა. ოღონდ რა არის, აი თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში ძალიან დიდ ტრავმებს გადიან და ნუ ეხლა მე ვიმუშავე ადამიანთან, რომლებსაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მაგალითად, ისეთი ისტორიები მომისმენიან, შეიძლება ახლა ვიღაცისთვის, ვინც შვიდ გარემოში გაიზარდა, წარმოუდგენელიც იყოს, ხო? ამ შემთხვევაშიც კი ეს სულის არჩევანი იცოდეთ და ამ შემთხვევაშიც კი ადამიანებს ურჩევ, რომ რანაირიც არ უნდა იყოს შენი მშობელი, შენ უნდა მიიღო. ხო, მაგრამ ნახე აქ ორი მომენტია. ერთია რომ მე მივიღო ჩემი მშობელი და თუ როგორც საუბრობთ, გავიაზრებთ, რომ მშობელი შეიძლება იყოს ზუსტად კარმული, ანუ ყოველთვის კარმულია მშობელი. კი, მთავარი ტკივილს სწორედ მშობელი მაყენებდეს, იმიტომ რომ მე ამ ეს დისკომფორტი ავირჩი ამ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, ხო ამას თუ ვიაზრებ, მაშინ ეს მცნება პატივი ეს დედას და მამას შენს და არც თუ ისე მარტივი შესასრულებელი. ძალიან რთული. ძალიან რთული. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანები შორიდან უყურებენ, ანუ ცოტა შორს დგანან და ამბობენ, რომ მე დედა ჩემს და მამა ჩემს ვაპატიე, ან მე მივიღე. ეშინიათ ახლოს მისვლის. უნდა გაუგო. როგორც საუბრობდით, სანამ დავიწყებდით, 1-2 მტკივნეული კითხვა და უკვე ხვდები, რომ შიგნიდან ძალიან კი, მოსანელებელია სერიოზული. ბავშვი იღვიძებს მაშინ ბავშვობაში დაჩაგრული. მაშინვე იღვიძებს ბავშვი. კი. ჩვენი წინა თაობები ეხაც პრინციპში ბევრი მშობელი ხო, ვინც ფსიქოლოგიაში ამ ინსტრუმენტებთან ახლოს არ არის ხალხი, რომელიც არ არის ამ ინსტრუმენტებთან ახლოს და არც აღიარებს ფსიქოლოგიას, ასტროლოგიას, კოუჩინგს მაგალითად. ვერ ხვდება რამდენი ემოციის დათმენით იცხოვრეს ქალებმა განსაკუთრებით. რამდენი ემოცია არ აიდენტიფიცირებული. ჩვენ წინა თაობებში ძალიან ბევრი ტრავმირებული ქალი ყავს. ქალი აყალიბებს საგვარეულო მოდელს. ქალი ზრდის არა განკითხვის კუთხით კი არ ვამბობ. ზუსტად ამ ტრავმირებულ ბავშვებს, იმიტომ რომ ქალი რომელიც ძალადობრივად გაათხოვეს, მოიტაცეს. თუნდაც ჩვენი წინა თაობები, ბებიები 13-14 წლისებს, როდესაც ათხოვებდნენ, მაგალითად, ნორმა იყო მაშინ ყველაფერი. მაგრამ ეგ ხო იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქალის ფსიქიკა არ ზიანდებოდა. რასაკვირველი და თუნდაც აი ზოგი ტრადიციები, რომელსაც მე უფრო ტრადიციას ვერ დავარქმევ, უფრო დავარქმევ რაღაცა პირველყოფილი თემური წყობილების გადმონარჩს, რომელიც ტრადიცია გონია. აი მაგალითად ის რომ შეიძლება მამაკაცისთვის ჩვეულებრივი იყოს სხვა ქალებთან სიარული და ამას ლამაზად შეფუთულად ერქვას გაიგულავა და აი ამ მსგავსი რაღაცები, როცა სიმართლეს არ ვარქმევთ, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულია სიმართლე და როდესაც გონია რომ რაღაცა შუშანიკივით უნდა გავუძლოთ და შვილების გულისთვის უნდა ვითმინოთ რაღაც ღალატი და ამ დროს ყველაზე მეტად ინგრევიან შვილები. ამას ცალკე გადაცემას აუცილებლად მივუძღვნი, იმიტომ რომ ეს ამნიშნელოვანი თემაა და ზოგადად ჩვენი მთავარი მისია და მიზანი რა არის, რატო ვხედავთ ჩვენ აქ და ეს საზოგადოებაც რატო გვესტუმრა, რომ პოპულარული გავხადოთ ეს გააზრებული მშობლობა. ანუ ჩვენ მშობლებს შეიძლება რაღაცაზე არ ქონდათ, არ მიუწვდებოდათ ხელი გარკვეულ ინფორმაციაზე, მაგრამ სამწუხაროდ ახლაც აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე. მე მახსოვს რამოდენიმე რაღაც გარკვეული 10-12 წლის წინ პირველად ჩამოვაყალიბეთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური ჯგუფები, სადაც ქმნიდით რაღაცა ესეთ ემოციურად ესეთ გახსნილ გარემოს, სადაც ბავშვები მუშაობდნენ რაღაც თავის პიროვნულ ზრდაზე და ემოციურ ინტელექტზე. და შევეჩეხეთ ძალიან საინტერესო ფაქტს, რომ მშობლებს ბავშვები მოყავდათ ფსიქოლოგთან,
მაგრამ როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვი უკვე თავისი განახლებული ღირებულებებით სახში ბრუნდება და იგივე ხდება, ხო? მას სჭირდება, რომ მშობელმაც იმუშაოს საკუთარ თავზე და მივიღეთ ძალიან სერიოზული კედელი, იმიტომ რომ მათ ვერ წარმოიდგინეს, რომ მათაც უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე. ესეთი პატარა ნიუანსები ახდენს გავლენას ზოგადად, რომ იცოდეთ, ხა ვინც დედა ხართ, ემზადებით, რომ დედა იყოთ თქვენი შვილის ხასიათის და აღქმის ჩამოყალიბებაზე, შეიძლება ვერასოდეს ვერ წარმოიდგინოთ თქვენ, რომ თურმე ამას ამხელა მნიშვნელობა ქონია. სადაც ძაფრ ემოციას განიცდის დედა ფეხმძიმების პერიოდში, ილინკება პირდაპირ ითქვას ბავშვის აღქმებზე. აი პირდაპირ. თუმცა მას ეს არჩეული აქვს, იმიტომ რომ წინა ინკარნაციებში ის ამ ემოციას გადიოდა. და ამ ემოციის გამო განვითარებაზე, ევოლუციაზე სულმა თქვა უარი. ამიტომ თქვენი სახით მან ეს კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს, სხეულში უნდა გაატაროს, სხეულმა უნდა დაიმახსოვროს, იმიტომ რომ ყველა ემოცია სხეული იმახსოვრებს რეალურად და მე უკვე უნდა იმუშაოს ამ ყველაფერზე. ამიტომ დამნაშავე კი არ ხართ, უბრალოდ თქვენი შვილი, თქვენმა შვილმა აგირჩიოთ როგორც მეგზური. და შესაბამისად ეს ძალიან დიდი პატივია. არა დირიჟორი, არა დირექტორი, არა მუდმივი ძიძა, არამედ მეგზური და დამხმარე. აი ხა ძალიან მომეწონა ჩვენ საუბრობდით, როდის არის იდეალური დრო ბავშვი ჩასახვისთვის, ხო ესეთი კითხვა დაოს. როცა მშობლები არიან ერთმანეთთან ჰარმონიაში და ცემენ პატივს ერთმანეთს. ფანტასტიკური პასუხი გამცა სოფია. როცა ერთმანეთი გვიყვარს და ვართ ჰარმონიაში, ეს არის იდეალური დრო იმისთვის, რომ ჩავსახოთ ბავშვს. ანუ რეალურად იმ ვიბრაციის სული მოვიდეს თქვენს ოჯახში, მაღალ ვიბრაციული, იმიტომ რომ ყველა სულს აქვს თავის გამოცდილება, მოდი შევთანხმდეთ, ზოგს აქვს ძალიან დაბალი ვიბრაციები, იმ კარმული გამოცდილებიდან გამომდინარე, ნეგატიური ვიბრაციები და თუ დედა და მამა მუდმივად კონფლიქტშია და ჩხუბშია, შესაბამის ვიბრაციის ადამიანი მოდის იცოდეთ თქვენ საგვარეულო სისტემაში. ძალიან საინტერესო. ჩემს ბავშვობაში, როდესაც ეს ასტროლოგია ასე ხელმისაწვდომი არ იყო, და რაღაც ძალიან იშვიათად შეიძლება და სადმე წაგეკითხა რამე ასტროლოგიის შესახებ. იყო მოდაში და მე სამწუხაროდ სადღაც ეხაც მოდაშია, როდესაც ბავშვს რაღაცა ინტერესი აქვს, მიგეყვანა ეს ბავშვი მაგალითად ცეკვის სპეციალისტთან თუ მასწავლებელთან ან სიმღერის და გეკითხა რომ იაროს ამ ბავშვმა სიმღერაზე, ანუ გამოვა მისგან რამე, ანუ აქ ნახე პრობლემა რაშია, რომ ბავშვს რო სურვილი აქვს ეს აკეთოს, ეს იყო ცოტა. იმიტომ რომ ბავშვს უნდა ქონდა ფუნქცია, ანუ შენ თუ ამით დაკავდები, მაშინ ამისგან აუცილებლად სარგებელი უნდა გამოხვიდეს რაღაც, ხო? ამიტომ უჭირს ჩემი თაობის ადამიანებს, რომ ვეკითხები, აი სიამოვნე ჰობი რა გაქვს? არიციან რა უნდათ? ძალიან ბევრი მასართოდ არის რა. ბავშვობიდან იყო, რომ დადიოდი იქ, იმიტომ რომ ის უნდა გამოგეყენებინა. არჩევანი, აქაც იმიტომ რომ შენ გესიამოვნა ესეთ შანსი არ იყო. ხოჭურ დედჩემი სულ ეძებდა ჩემ ნიჭებს და ამის გამო სულ ის იყო ხოლმე ხუმრობდნენ, იმიტომ რომ სულ აინტერესებდა რისი ნიჭი მაქვს და რა უნდა ვაკეთო მე, მაგრამ ერთია ნიჭია და მეორე გინდა. ხო არის რომ ეინშტეინი მესამე კლასიდან გამოაგდეს, ხო, იმიტომ რომ მათემატიკური აზროვნება არ ქონდა მათემატიკის მასწავლებელმა. საინტერესოა რომ მიმიყვანეს ცეკვაზე და ცეკვის მასწავლებელმა უთხრა რომ ამ ბავშვს ტყილა ნუაწვალებს, წაიყვანეთო, ამისი როგორც გარეგნული მონაცემებით და მოკეთ არანაირი მონაცემებით ამ ბავშვისგან მოცეკვავი არ გამოვაო და მე ძალიან ისე მახსოვს ეს რაღაცა რომ დაგიწუნებენ რაღაც და გეტყვიან რომ ეს ცეკვა შენთვის არ არის, ხო და ამას ახლა მშობელი ვერც იაზრებს რომ როდესაც ბავშვი მიყავს სადღაც და იქ ვერდიქტი გამოაქვს ცეკვის მასწავლებელს რომ ჩემთვის არის თუ არა ცეკვა, ხო რამტკივნეული შეიძლება იყოს ბავშვისთვის. და ეხლა ძალიან კარგი საშუალებაა, როდესაც მშობლები პირად რუკას ადგენინებენ ასტროლოგს. ხშირია ეგეც? ძალიან ხშირია. კარგია. ძალიან ხშირია და ძალიან მივესალმები ისეთ მშობელს, რომელსაც ეს რუკაც თავისი, ესე ვთქვათ, სუბიექტური მიზნით არ ჭირდება. ძირითად შემთხვევაში ერთხელ მქონდა ოღონდ ესეთი შემთხვევა ძალიან კურიოზული, რომ უბრალოდ საკეისროს დაგეგმვა იყო, მოკლედ და რომ ვკითხე მეთქი რაღაც თარიღი, იმიტომ რომ ხა იქ არის ხოლმე ვარირება რაღაც 2-3 დღეს შორის და მაქსიმალურად ესეთი ნაკლები სტრეს ასპექტი რო იყოს, უნდა შევარჩიოთ, რომ არ კონდეს რაღაც შინაგანი კონფლიქტი ბავშვს და მე არაფერი არ გვინდაო, ჩვენო მთავარია ფეხბურთელი გამოვიდესო, მამას ესე უნდა. ესეთი მოთხოვნა იყო. დაუგეგმე ფეხბურთელი. იცი რა, რამდენად ცნობილი ფეხბურთელი გამოვა ეს ბავშვი არ ვიცი, მაგრამ სპორტისკენ რო კონდეს რაღაც ინტერესი და მიდრეკილება უბრალოდ ფიზიკური აქტივობა მოსწონდეს, იმიტომ რომ შეიძლება არ მოსწონდეს ადამიანის ფიზიკური აქტივობა. არსებობს ესეთი ჰოროსკოპები, რომ მისთვის არის წამება, აი მაგალითად ჩემთვის სიტყვაზე ეს ფიზიკური აქტივობა მანგრევს პირდაპირ აგრევს ჩემ ორგანიზმს. ჩემი რაღაც კონკრეტული უნდა ვიპოვო, ეს სასიამოვნო უნდა იყოს ეს რაღაც დაძალებით, რომ ესე ვთქვათ,
სულ დისციპლინაში ვარჯიშობენ, მე არ გამომდის რეტროგრადული მარსი მყავს და არის რაღაც კომპონენტები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. არ შეიძლება მოგეთ. და ის კომბინაციები, ისეთი კომბინაციები დავსვით, რომ სპორტი მოსწონდეს და ყოველ შემთხვევაში არ ეზარებოდეს, მაგრამ ხან ამდენად მისგან გამოვა პელე ან მარადონა, მოგეს თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მაგრამ უბრალოდ ის იყო ძალიან საინტერესო, რომ მთავარი ფეხბურთელი უნდა ფეხბურთელი იყოსო რა, აი ფეხბურთელის მონაცემები კონდეს. ხო, და ეგრე არ არის, სული ეგრე არ ბუდის პირდაპირ გეტყვით რა, აი დედას უნდა, მამას უნდა, ეგრე არ ხდება. არა, მამს სულმა ხო ესეთი მშობლები აირჩია, რომლებიც უკვე ჯერ არ დაბადებულა და უკვე უგეგმავენ და მისი მისია შეიძლება ზუსტად ის იყოს, რომ კი ამ მშობლების სურვილებს გადაახტეს ბჭყალებში და მიხვდეს თვითონ რა უნდა და ვინ არის საერთოდ და რას წარმოადგენს. უმეტესად ეგრეა ხოლმე მერე. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, აი ხშირად არის ხოლმე კითხვა, რომ რატომ ყველაზე ახლობელი ადამიანები რატო გვტკენენ გულს და მე ვფიქრობ, რომ მიმღებლობა უფრო მეტი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის მერე იმისადმი, რომ აი რატომ ტკივა ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან ყველაზე მეტად. იმიტომ რომ აი ის უნდა გავიაროთ, იქ უნდა ვისწავლოთ, მოვიხარშოთ, ასე ვთქვათ. აუცილებელია ეგ. ასე სწორდება წინაინკარნაციული ტრავმული სცენარი. სხვათა შორის მახსოვს შენთან კარმული ჰოროსკოპი რო გავაკეთე, შენ მაშინ მითხარი, მანუ მახსოვს ახლა ეჭვი არ მეპარება და არ მივეკუთვნები იმ რიგებს, ჯერ ან ჯერ ასტროლოგიის, მაგრამ აი ზუსტად კარმული ნაწილი ახლა გამახსენდა, მითხარი, რომ რაღაც რაც მქონდა დასამუშავებელი, ეს იყო აბსოლუტურად ჩემ წინაპრებში ბაბუის ცხოვრებაში არსებული სცენარი, კი? კი, რაღაც სცენარი არის, რომელიც შენმა წინაპარმა ემოციურად ზედმეტად მძაფრად აღიქვა. ამის გამო შეექმნა რაღაც გარკვეული ემოცია, სირცხვილი, აგრესია, აპათია, ბევრი რამეა, რაც ადამიანის განვითარებას ანელებს, ხო? იკეტება ადამიანი და ეს არის მისი აღქმა, უღონთ კიდევ ერთხელ ვამბობ. და ამით იცხოვრა. ფიზიკურად გარდაიცვალა, მაგრამ მენტალურად ვერ წავიდა, იმიტომ რომ გარდაცვალების წინ მიხვდა, რომ აზრი არ ქონდა ამ ყველაფერს და წყვილაში ალია ამას მთელი ცხოვრება ამ ემოციას. მოგეთ, რა ამხელა მნიშვნელობა აქვს? ანუ ჩვენ, როდესაც დადგება ის დრო, როცა ამ ქვეყნიდან უნდა გავიდეთ, ხო? და როცა დადგება გააზრების ჟამი. ხო, აი ის რაც დაგვენანება და ვერ გავაკეთეთ, ამას ჩვენ მომავალ თაობებს ვტოვებთ საქმე. აი რამ ხელა გააზრება გინდა რომ შენ იქნები თუ არა კარგად, იქნები თუ არა ბედნიერი, იქნება თუ არა რეალიზებული, ამაზე მარტო მინდასზე არ არის. ამასაც გადასწრებო. ამასაც გადასწრებო. კი, მთელი მომავალი თაობებს ტვირთად ადებ, რასაც შენ არ აკეთებ და შენი გასაკეთებ. ასევე უმსუბუქებ და შეგიძლია შენი სუფთა ფურცელი ჩაწერო, ჩვენ გვაქვს პირად ჰოროსკოპში სელენას ვეძახით ასტროლოგიაში ესეთი ელემენტია, სელენა არის ზუსტად ჩვენი საგვარეულო სისტემის მიერ ნაგროვები მადლი, სიკეთე, გააზრებული, ბონუსქულები. როცა საკუთარ თავზე მუშაობდნენ, შეეძლოთ ყოფილიყვნენ ბოროტები, სასტიკები, მაგრამ ისჩევდნენ პატიებას, ისჩევდნენ სიკეთეს, ისჩევდნენ გაცნობიერებულ ნაბიჯებს. სელენას მიხედვით გროვდება იქ ბონუსი და ის ყველა შთამომავალს უზის ბალანსზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ხო. ხო, ეს მე ვფიქრობ ერთი ცალკე გადაცემა უნდა კიდე იმას, რომ მე როდესაც რაღაცას ვყლაპავ, ის არ არის ბონუსი. აი სად ვნახო მე განსხვავება იმას შორის, რომ მე აქ ვითმენ და ვყლაპავ, იმიტომ რომ ჩემ თავს განუსაზღვრო არჩევანი არ მაქვს და იმას შორის რომ მე ვამუშავებ. აი აქ ძალიან ფრთხილი ზღვარია, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები ხო, ითმენენ რაღაცას და გონიათ რომ აი ეს რაღაცა კარგ ამ დროს იხჩობია. არასოდეს არ არის გამოსავალი. ყოველთვის საჭირო არის იდენტიფიკაცია ემოციის. საერთოდ ადამიანების უმეტესობას აი ოჯახური ტრავმებით მოდის მაგენა რომ საკუთარი სურვილების იდენტიფიკაციის პრობლემა აქვს. იმიტომ რომ თაობები გაიზარდნენ ეგრე. ძალიან ბევრი უფლებო ქალის ჩამოვალი ვართ ჩვენ. საქართველოს უამრავი რეგიონი არსებობს, სადაც ტრადიცია, ანუ ისე ვთქვათ, სოციუმის მოწყობა იყო ეგეთი, რომ ქალი უფლებოა. ქალს ხმა არ მოიღება, ქალის საერთოდ რა საჭიროა. ზოგადად ემოცია, ქალია მთავარი საგვარეულო სისტემაში რომ ვიცოდე. ქალი განსაზღვრავს ყველაფერს, იმიტომა ძალიან მნიშვნელოვანი როცა ადამიანი გადაწყვეტს რომ იყოს დედა. ჩვენ ვართ მეხსიერების ჩიპი. მთელი ჩვენი შთამომავლობის შეიძლება ითქვას და ჩვენ ხსნით და ჩვენ ხურავთ პროგრამებს ნეგატიურს. ქალს რომ შეუძლია, იმდენი მამაკაცს არ შეუძლია დამიჯერეთ. ქალები არიან პირდაპირ გეტყვით მამაკაცების წარუმატებლობის მიზეზით, პირდაპირ გეტყვით მატერიალური პრობლემების მიზეზით. იმიტომ რომ თუ საგვარეულოში ის ქალური, ესე ვთქვათ, ხაზი, ქალური საწყისის ხაზი ჩაკეტილია, ესე დათრგუნულია, სადღაც არის ჩახვეული აგრესია და ქალმა იცხოვრა მოთმინებით, მაგრამ ამასთანავე საშინელი აგრესიით, წევრი და თავის დაბადებას და შესაბამისად ამ ენერგიას გადასცემდა შთამომავლობას, იქ ძალიან ბევრ თაობაში არსებობს სიღარიბის კოდი. იცი რა არის, თუნდაც ის ჩვენ იმ ადამიანებს ვემიზნებით, ვინც ეხა დაფიქრდება.
დამიჯერა ბევრი მამაკაცი, ძალიან ბევრი მამაკაცი აცნობიერებს ისიც და ძალიან მიხარ ძალიან ბევრი ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია, ძალიან გაცნობიერებულ ადამიანთანს და ისეთებთანაც ვინც პირველად მოდის მაგალითად მე კონტაქტება და როდესაც ლოგიკურად უხსნი, ქალი არის რესურსი. საწყისი რესურსია ქალი. ყველაფრის ოჯახის რესურსია ქალი. ქალი არის ენერგია გამრავლების, მოფრთხილების და შენარჩუნების და როდესაც ეს რესურსი დაცგუნულია, იქ რა სხვა რესურსზე ვლაპარაკობთ საერთოდ. და თუნდაც ის მოღალატე მამაკაცები, ესე ვთქვათ, ჭყალებში. თავის ოჯახებიდან ოჯახებიდან მოდიან და დედის დეკლარირება არიან, იცით? დედას, ანუ დედას ირეკლავენ, ბიჭი დედას ირეკლავს. კი ბატონო. მამაკაცი, რომელიც გარბის პარტნიორისგან და მუდმივად ხან ერთიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე, ეს არის დედა, რომელსაც უნდა გაქცევა. და ვერ გარბოდა. დედის ბრალიც არაფერი არის, არავინ არ უნდა განსაჯოთ. კიდევ ერთხელ, მან ესეთმა დედებმა უბრალოდ არ იცოდნენ, რომ ფსიქოლოგიურად თავში კი არ უნდა ეფიქრათ, რომ ნეტა გაქცევა შემეძლოს. იმიტომ რომ ძირითადად ეგ არის მოდელი უკვე მე. დედა რასაც ვერ ბედავს, შვილი გაბედავს, ბიჭი. მამა რასაც ვერ ბედავს, გოგო გაბედავს. სოფია, მაინტერესებს, როდესაც ჩვენ ოჯახში იბადება კონკრეტული ჰოროსკოპის ბავშვი. შეგვიძლია დაახლოებით უთხრათ მშობლებს, აი რისთვის უნდა მოვემზადოთ? რა თქმა უნდა, ყველა არც ერთი ჰოროსკოპის ბავშვი არ იბადება, ზუსტად ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს. რატომ მოდის პირველი? ხშირ შემთხვევაში როგორ გარემოში მოდიან, იმიტომ რომ ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს კიდევ გარემოს. გარემო, რომელშიც მოუწევს ამ ბავშვს თავის დამკვიდრება. მისთვის მნიშვნელოვანი გარემო, ოღონდ ნახეთ, მის გამომუშავება, იმიტომ რომ ზოდიაქოს ნიშანი მზის ნიშანი ეს არის მე, ჩემი, ასე ვთქვათ, იდენტიფიკაცია, ჩემი ვიტალური ენერგია, ჩემი ბავშვური მე თუნდაც. და ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს რა გარემოში და რა მოცემულობებში მოუწევს თქვენ შვილს ამ თვითშეფასების გამომუშავება. და ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი გარემო აქვს, იცოდეთ. აბსოლუტურად ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს თავისი გარემო. ანუ ვერძები მაგალითად ძალიან ხშირად იბადებიან ისეთ ოჯახებში, სადაც ხმაურია. ერთი მშობელი ყოველ წვირის ხშირად ხდება ეგრე. ნუ თუ იქ ახლა სამხედროები არ არიან და ფორმა არ აცვიათ, ექიმებიც ხშირად არიან სხვათა შორის. იმიტომ რომ ვერძის გარემო ეს არის ადამიანები, რომელსაც აცვიათ ფორმა. რომლებიც დაკავებულია რაღაც ექსტრემალური საქმიანობით, ბიზნესიც იყო შეიძლება სხვა შორის. მამაც არის კიდე სხვათა შორის ზოდიაქოს ნიშანი, კარგად ასახაზიადებს მამას, ასევე. მამას, მის გარემოს, მის ხასიათს, მათ შორის პლუსშიც და მინუსშიც, კი. ნახე, ვერძის ნიშანი ახასიათებს იმას, რომ მამა შეიძლება იყოს სამხედრო, მამა შეიძლება იყოს დაკავებული რაღაც ესეთი ექსტრემალური პროფესიით, ფრაზიანი იყო შეიძლება უბრალოდ, მოთმინების უნარი არ ქონდეს შეიძლება. ძალიან ხშირად ხდება, რომ ხმაურიანი ოჯახია. და სხვათა შორის ხშირად ვერძები პირველებიც არიან, ესე პირველი შვილები არიან ხშირად, ან ნანატრი ბავშვებიც არიან. იმიტომ რომ ვერძის ზოდიაქოს პირველი ნიშანია, იმპულსს წარმოშობს და ასევე შეიძლება ეს იყოს მაგალითად ისეთი ბავშვი, რომლის შობლებიც სულ არაფერთან დაქორწინებას და ამან განაპირობა შეიძლება. იმიტომ რომ იმპულსის ნიშანია ეს ვერძი. ვერძის ნიშანი დავადებულთან კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცებს, მამაკაცების გარემოს. ქალიც კი, მამაკაცების გარემოსაც უფრო კარგად იმკვიდრებს თავს. და ხშირად ხდება რომ მამიკოს გოგოები არიან, ძმებთან ერთად იზრდებიან, ბიჭებთან მეგობრობენ. ხშირ შემთხვევაში. კუროს ავტორიტეტი არის დედა და ქალები. კურო ყოველთვის ქალების ნიშანია, ვენერას ნიშანია, მამაკაცებს დედა ახდენს ძალიან დიდ გავლენას, ტრამვასაც დედა, ტრამვა საიდან მოდის კიდევ. ხო, ვერძისთვის მაგალითად მამაკაცისგან შემოდიოდეს ტრამვა, მამისგან, ძმისგან მოდიოდეს შეიძლება, მისი სიხისტისგან, უხეშობისგან მაგალითად. კუროსთვის დედისგან მოდის ტრამვა ხშირ შემთხვევაში. კუროები ხშირად ისეთ ოჯახებში იბადებიან, სადაც ბევრი ქალია, ბევრი ქალის გარემოცვაში იზრდებიან, სხვათა შორის ხშირად ხდება, რომ რაღაც მიზეზით, თქვათ, მამა ხშირად არ არის ჩართული და ბევრი ქალი ტრიალებს მისგან. უფრო დედა და დები. და ასევე ხშირად იბადებიან ისეთ სიტუაციებში, სადაც ოჯახი გაიყო, რაღაცნაირად შეიძლება მშვიდობიანად თქონდ, აბსოლუტურად. რაღაცა მატერიალური თემები დგას ხოლმე კიდევ დღის წესრიგში, მაგალითად დღის წესრიგში დგას, რომ მეტი შემოსავალი გჭირდება, როგორ გავზარდოთ ეს შემოს. უმეტესად მშვიდობიანად, იმიტომ რომ კურო მშვიდობიანი ნიშანია ხშირ შემთხვევაში. თუმცა არის ხოლმე რაღაც მატერიალზე დავებიც მინახავს ხოლმე ზოგჯერ. და ასევე კუროს ნიშნის ბავშვი იბადება ხშირად ისეთ ოჯახში, სადაც ირიბად, არავერბალურად ქალები ერთმანეთს მაგრად ებრძვიან. ეკონკურენტებად. კურო თვითონაც ებრძვის ხანდახან დედას, ეკონკურენტება დედას. ტყუპები დედმამიშვილების თემა სუფთად, მერკურიანელია. ესენი არიან ასევე მამიდას, დეიდას, ბიძის, ბიჭები, გოგოები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები ჩართული არიან ძალიან ახლოტრის ცხოვრებაში, ძალიან არიან ჩართულები და ხშირად მოდიან ისეთ ოჯახებში, სადაც რაღაც დაგროვდა და უკვე საჭირო გულწრფელი საუბარი. ტყუპი მოდის მან
მანდ, როდესაც მოდი ვილაპარაკოთ. კარგი სპიკერი. კი, ასევე ხშირად ხდება, რომ ისეთ ოჯახში იბადებიან, ეს ბავშვი რომ იბადება, ხშირად არის, რომ გადაცხოვრების ალბათობა, აღარც სადღაც დადიან მშობლები. ასევე შეიძლება ერთი მშობელი მიდის სასწავლებლად, ან მშობლები სწავლობენ. ხშირად იბადებიან ძალიან ახალგაზრდა დედის და მამის შვილები არიან, თვითონ ბავშვები რო არიან. ასეთ გარემოში შეიძლება დაიბადოს ტყუპი, იმიტომ რომ ეს პატარა ადამიანები არიან, ასაკით პატარა ადამიანების ნიშანია, მივხვდი? ტყუპების ხშირად ხშირად ადრეც იბადებიან. დროზე ადრე. ძალიან ხშირად იბადებიან, ყველგან იჩქარებათ და იმიტომ. და ხშირად იბადებიან ისეთ გარემოში, სადაც ყავთ ექიმები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, ოჯახი ხშირად ესეთი გარემოა, სადაც აი კუროსთან მაგალითად კარგი კულინარები ყავთ ხოლმე და რაღაცა სილამაზეს ქმნიან და ყვავილებს უვლიან და რა ვიცი ეს გარემოში ხშირად იბადება. აი ოჯახი როგორი გარემო იქნება, ასე ოჯახში შეიძლება განსაზღვრო. კიჩხიბები იბადებიან კლანურ ოჯახებში. ძალიან ხშირად კარგ ოჯახებში იბადებიან, სხვა შორის უმეტეს შემთხვევაში. ნანატრი ბავშვებიც არიან, სიყვარულშიც იზრდებიან. აქაც დედაა მთავარი ოღონდ. კიჩხიბისთვის დედა არის ღმერთი. მამაკაც კიჩხიბისთვის განსაკუთრებით. დედას წინ არავინ არ დგას იცოდე და არ ეკონკურენტო მეუხლებს დედა. შვილი არის კიჩხიბი და დედა არის ღმერთი და ცოტა ჩამოვშალო და სტილობ ხო? კი, დედა ღმერთია. დედა მნიშვნელოვანი, ოჯახი საერთოდ მნიშვნელოვანია. ხო, შორს ნახე საინტერესო რა არის. ჩემი შვილის სადაც დაიბადებოდა, ნუ მანამდე მქონდა რაღაც მცდელობები, უშედეგო მცდელობები, ასე ვთქვათ, ბავშვის გაჩენის და იცი, რითი მივხვდი, რომ რაღაცა სერიოზულად შეიცვლებოდა, იმიტომ რომ სანამ ეს ბავშვი დაიბადა, აი თითქოს აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა ჩემს გარშემო. დაწყებული სახლი, ფინანსური, აი თითქოს მოიწყო და მოვიდა, ეგეთი განცდა მქონდა. კი, კიჩხიბა მოიწყო ბუდე, ხო? მინიმუმ ბავშვობა აქვს ძალიან 7 ხშირად, იმიტომ რომ ეს კლანურობა, ხო გითხარი, აი ჩემი ოჯახი როგორც ჩემი ფრაიდი რა, ესე. და უმეტესად კარგ ოჯახებში იბადებიან და რანაირშიც არ უნდა დაიბადოს პრინციპში ოჯახი კიჩხიბისთვის სახლი მინიმუმ მნიშვნელოვანია კიჩხიბისთვის, ჩემი სახლი. ჩემი ოთახი. კი, ნამდვილად ეს. ასევე კიჩხიბისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალები, ხშირად პროფესიაც ქალების საზოგადოებაში, მამაკაცებიც კი ხშირ შემთხვევაში მინიმუმ ქალების კეთილგანწყობას ძალიან, ესე ვთქვათ, იზიდავენ. შენ ვერ იპოვი კიჩხიბ მამაკაც, რომელიც არ მეგობრობს ქალებთან. აი როგორც ვერძი ქალი მეგობრობს მამაკაცებთან, ფანტასტიკურია. ის ქალებთან მეგობრობს, კარგად. ქალებს უყვართ, განსაკუთრებით ასაკოვან ქალებს უყვართ, მინდა გითხრა. თვითონ პატივს ცემენ, კიჩხიბი ძალიან ცემს პატივს იერარქიას, პატივს ცემს მშობლებს, ოჯახს, უკეთ ძალიან ისეთი ტრადიციული, უმეტესად ტრადიციული ხალხია რა, აი რაღაცა საშინელება უნდა ხდებოდეს მის ოჯახში, რომ გადაუხვიოს ამ თემას, რომ ოჯახი წმინდა და წმინდა, უპირველეს ყოვლისა, დედობა, სახლი, რაღაც სიმშვიდე, ბუდე, მოკლედ. და ხშირად კიჩხიბის დაბადებამდე კიჩხიბი საერთოდ დრამა ნიშანია კიდე. ძალიან სასწაკვეთილი, ვაიმე დავიღუპეთ. ძირითადად ეგრე ახდება საერთოდ როგორც მაგათი შინიათ ხოლმე, უბრალოდ ემოციურები არიან ძალიან თვარე, ამ თვარეს ძალიან ბევრი სახეა. და ხშირად ხდება რომ მათ წინ უძღვით რაღაცა ცვალებადი ემოციები დედის ცხოვრებაში. მივხვდი, აი უკიდურესობა, ერთი უკიდურესობა, მეორე, ერთი აღმაფრენი და მეორე დაღმაფრენამდე მოკლედ. და აი ეს იმედგაცრუებებიც იყო შეიძლება მაგალითად. და ნუ შესაბამისად კიჩხიბი მოდის მაშინ, როცა დედა ხვდება რომ მე ვარ უსაფრთხოდ. მე ქალი ვარ. და მე მაგ არჩევანი მე ვარ უსაფრთხოდ. ხშირად მაშინ მოდის ეს კიჩხიბი. ლომი და კიჩხიბი ძალიან გავს ერთმანეთს, ბევრი ამიტომ იქაც კლანური ოჯახია, ოღონდ ლომის ავტორიტეტი მამაა. ცუდი ავტორიტეტი ცხად შორის, იმიტომ რომ ლომი ხშირად ისეთ ოჯახში იბადება, სადაც დაიბადა ბავშვი, მაგრამ იქ უკვე არის ბავშვი, მამამისი. ლომის მამა ხშირად უფრო ბავშვის პოზიციაშია ოჯახში. ხშირად ეგრე ხდება, ამიტომ რომ ლომები ადრე იღებენ პასუხისმგებლობებს. ძალიან უყვართ ორგანიზება, პატრონაჟი, აქედან მოდის ნახე, აუს ამტკიცებენ, რომ მე ყოჩაღი ვარ, მე მაგარი ვარ, მე. ფაქტობრივად სისტემაში სადღაც მამის როლის პრეტენდენტი ხო შეიძლება ესე ითქვას. ბიჭი თუა კი შეიძლება, დედისთვის ხშირად მამის შენაცვლებას ახდენს, უნდა ხოლმე ყოველ შემთხვევაში. თუმცა ლომები უმეტესად ასევე განებივრებულ ოჯახებში იბადებენ, ერთი მშობელი ხშირად ანებივრებს, ძალიან ანებივრებენ ხოლმე, იმიტომ აქვს მე ესე პარშევანგივით კუდი გაშლილი. მე ძალიან მიყვარს ოღონდ ლომები. და ხშირად არის რომ ცნობილი ხალხის შვილები არიან, მივხვდი? ნუ ერთი მშობელი ხშირად ყავთ შეიძლება ვარსკვლავი.
ხო ეხლა გონია ხა შეიძლება ადგილობრივი ვარსკვლავი სამი ადამიანი მიჭირავს გონებაში და სამივე ცხოვრებას ყვები, კი? სანათესავში ვარსკვლავი იყო შეიძლება, მაგრამ აი ესეთი ხო იცი, აი თელ იმედებს რომ ვყარებ და ამის შვილი ხარ, აი ესეთი. ანუ შეიძლება ვარსკვლავია სილამაზი, ხო დედა შენ ისეთ ლამაზი იყო რომ აი ამას მოვჭრი და ერთ შემახლობელს გავუგზავნე. ესე იგი, სოფიამ ძალიან საინტერესო რაღაც თქვა, რომ ამ წლის ივნის-ივლისიდან, ხო? ძალიან მაგარი ბავშვები იბადებიან. ძალიან მაგარი ბავშვები, ნუ ძალიან მაგარი წყალებში რა თქმა უნდა. ხო, ადამიანები, რომლებიც აი სინათლის მებრძოლები იქნებიან და მე მგონია ეს მოთხოვნილება საქართველოში ძალიან დიდი დოზით რო არის, რომ აი სახელოვანი გაიზარდოს და რომ დიდ პასუხისგებლობას კიდებენ, მე მგონი იბადებიან ბავშვები, რომლებიც ამ პასუხისგებლობას ამათ არ უნდა აკიდონ ოღონდ ზუსტად პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ამათ ჭირდებათ თავისუფლება, ასწავლონ უნდა მშობლებმა, ოღონდ პასუხისგებლობის სწორედ განაზრებით და არ შეიძლება ზუსტად წამოიკიდონ, იმიტომ რომ წამოიკიდებენ. ეგეთი ტიპები მოვლენ ხა. ანუ იბადებიან ბავშვები ფაქტობრივად, რომლებმაც უნდა შეცვალონ პლანეტა დედამიწაზე ამინდი, ხო? თავის ახალსავის სიტყვას იტყვიან პოლიტიკაში, მეცნიერებაში განსაკუთრებით, ტექნოლოგიებში. ნიჭიერ ბავშვები მოდიან. რა უნდა განავითაროს მშობელმა, რომ ზაობა შექმნას? იმიტომ რომ ყოველი ახალი სიყვარულს უნდა გაიზარდონ აუცილებლად, იმიტომ რომ ქვედა კვანძი არის ლომში, ოღონდ აუცილებლად უნდა იყოს პატივისცემა მშობლებს შორის. ბავშვური მე არ უნდა ქონდეთ დაკარგული მშობლებს. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანის ცხოვრებაში მოვლენ ახლა ბავშვები, ვინც არის დაბადებული ლომის, მერწყულის, მორიელის, კუროს ნიშნით. განსაკუთრებით ამ მშობლებს აირჩევენ. თხის გადაკირჩხებიც კიდე. მათ ეყოლებათ, ბევრს ეყოლება ყოველ შემთხვევაში ხა. შვილი, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ეს ბავშვები ამათ ირჩევენ, ახლა ამ ზოდიაქოს ნიშნის მშობლებს აირჩევენ კარმულობის პრინციპით. სული ყოველს ირჩევს თვითონ, როდის უნდა მოვიდეს, დამიჯერეთ, ესე რომ აი როცა მეუბნებენ დამიგეგმე მათ შორის საკეისრო მეცინება ხოლმე, იმიტომ რომ თუ მე გეგმა ვკიდეს, ჩემი ხელით უმაღლესი კოსმიური გონი აკეთებს, ამას მე არ ვაკეთებ არაფერს. თვითონ ირჩევს. ნახე საინტერესო რა არის ვახსენე ჩემი შვილი, რომელიც ნუ მისი დაბადება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მცდელობები, რომ ელენე დაბადებულიყო ჩემ ცხოვრებაში და თან გავაჩინე 53 წლის ასაკში. და საინტერესო ის იყო, რომ აი ეს უკვე დეჟავიუსავით ქონდა, მივიდოდი ექიმთან, რაღაც მივიდოდა გარკვეულ პერიოდამდე და მე წყდებოდა ორსულობა. და როდესაც მივედი მორიგ ჯერზე, გინეკოლოგმა ფურცელზე დაწერა ესეთი რაღაც, რომ ნუ სავარაუდოდ ჩასახვის თარიღს წერენ და ეს იყო მამაჩემის დაბადების დღე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და სავარაუდოდ დაბადების თარიღი დაწერა დედაჩემის დაბადების დღე. და აი როგორც კი ეს კორიდორი დავინახე, ხო? მე მივხვდი, რომ ეს ის შემთხვევა იყო, როცა ეს ბავშვი და მან ჩაერთო შენი დაცულობის შეგრძნება. დედა, მამა, მე. წარმოიდგინე, ხო? და დაიბადა, კი, დაიბადა. მე დაცული ვარ. კი. აკეთე და იქეთ მამა. კი, და დაიბადა ზუსტად დედაჩემის დაბადების. ბუდემზად არის. კი, ეთყობა ის უსაფრთხოების განცდა, რაც მჭირდებოდა, ზუსტად აი ამან მოიტანა. შენ როგორც კი უსაფრთხოდ იგზენი თავი და თან შენი შვილი კარმულია. გაცვლილი როლები გაქვთ, ანუ ის არის შენთვის დედა და შენ ხარ მისი შვილი. კი. ამიტომ მოვიდა. კი, სხვათა შორის მე მგონი ერთადერთი ადამიანი ვის წინაშე ბავშვად გრძნობ თავს არის ჩემი 7 წლის შვილი, იმიტომ რომ ელაპარაკება რა. ამიტომ იცადა ამდენი. კარგი, მოდი აბა მითხარი ქალწული ბავშვები. ქალწულები, საკათ დედმამიშვილების ფაქტორები მუშაობს, მამიდები, დეიდები, ბიძები, ბიცოლები, ახლონაცავები ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ყოველთვის. ხშირად ქალწულები იბადებიან ექიმების ოჯახში, ბევრი ექიმია იქ, მეცნიერებიც ხშირად არიან. შრომელ ადამიანებს ჩემი პატრის ოჯახში, პატიოსნება გამოკვეთილად, ესე ვთქვათ, მივესალმებით ოჯახში პატიოსანი, ესეთი სინდისიერება, იმიტომ ეს არის ქალწული. ხშირად სხვა შორის ქალწულებს აქვთ ეს საინტერესო ისტორია, რომ საერთოდ ტყუპად და ქალწულად დაბადება 99% თუმე ასივე არა ნიშნავს, რომ მას აუცილებლად დედმამიშვილი ეყოლება. აი რო ყავთ ხოლმე ტყუპიან ქალწული მეკითხე მიშვილი დედმამიშვილი ეყოლება, ვებნები აი აუცილებლად ასე, იმიტომ რომ დედმამიშვილების ნიშანი ეს პირველი მათი აღქმები არის ყოველთვის დედმამიშვილთან დაკავშირებული და მთავარი ტიპები არიან დედმამიშვილები, კარმულები ყავთ ყოველთვის დედმამიშვილები. ასევე ქალწულებს, ნუ ცოტა ნეგატიურ სცენარში ხშირად ხდება, რომ ცხოვრებაში ვიღაც მოვლა უწევთ. ანუ ვიღაცა ავადმყოფობს ხოლმე მათ ბავშვობაში, ან ახალგაზრდობაში და ქალწული ზოგადად არ არის წინააღმდეგი მოუაროს, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, რომელსაც უნდა რაღაც გაუმჯობესოს, დაასუფთავოს, დაალაგოს, მოაწესრიგოს. არ შეუძლია რომ დიჯდეს და არაფერი არ აკეთოს. რაღაც სასარგებლო უნდა იყოს, სასარგებლო უნდა იყოს. სხვათა შორის ხშირად ხდება ასევე ქალწულიც იბადება ისეთ დროს, როცა ოჯახი განიხილავს რაღაც მატერიალურ საკითხებს, გადადის ეკონომიაზე, ან ეკონომიიდან პირიქით, უფრო ეკონომიაზე გადადიან, კორექტირება მიდის, რაღაც მძრავი ქონების გაყოფა ხოლმე ზოგჯერ. აი ესეთ სიტუაციებში ხშირად მოდიან.
და მთავარი მესიჯი ის არის, რომ სინდისიერად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გაკეთება, მოკლედ. სასწორები ხშირად იბადებიან ისეთ ოჯახებში, სადაც აქაც დედაა ტრამვა, მაგრამ უმეტესად თვითონ მშობლები არ არიან დალაგებული ერთმანეთში. შეიძლება უბრალოდ ახალი დაქორწინებული არიან და ჯერ ერთმანეთს არ იცნობენ კარგად და ლაგდებიან. და ხშირად ხდება ხოლმე, რომ ერთი ერგება მეორეს, მაგრამ ბრაზობს თან. ანუ უმეტესად დედა არის, რომელიც ერგება და ბრაზობს. და ძალიან ხშირად ხდება ისევ როგორც კუროსთან სასწორს დედის ტრავმა აქვს. ხშირ შემთხვევაში აქვს დედის ტრავმა და ეს ხათრიანობის მომენტი რაც სასწორებს აქვს, მოდის აქედან. ამიტომ დედას უწევს დაუთმოს, გაითვალისწინოს, თვითონ ვერ აყალიბებს, რომ გავბრაზდე, იქნება არ გავბრაზდე. ხვდი ანუ ისეთი ახალი დაუჯახებული როა, ხო, ადამიანი და რაღაცნაირად დელიკატურია და განგარიშს უწევს და ხშირად ხდება სხვა შორის კიდე რომ იბადებენ ისეთი წყვილის ოჯახში, სადაც ერთმა აირჩია მეორე. მეორე უბრალოდ უფლება მისცა. გასაგებია. ხშირად ეგრე, ან ერთს არ აქვს არჩევანი, ესეც შეიძლება, იმიტომ არჩევანის ნიშანია საერთოდ სასწორი. მანდაც ქალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ. ბევრი ქალია მათ გარშემო, ქალები დომინირებენ საგვარეულოში. მამაკაცებზეც დომინირებენ, მინდა გითხრათ, ქალები ბებია განსაკუთრებით მამაზე, ან მამი და მამაზე, ეგრეც ხდება ხოლმე. აი მორიელი იბადება ხშირად კრიზისით. ძალიან ხშირად ხდება, რომ მორიელის დაბადება და ვიღაც გარდაიცვლება ხოლმე. ან რო დაიბადება, მერე გარდაიცვლება. ძალიან საინტერესო ბავშვები არიან, კრიზისის ბავშვებს ვეძახი. ხშირად არ უნდა სხვათა შორის დაბადება. ზოგჯერ არის გოგო მოდის ბიჭი უნდათ უბრალოდ. ზოგჯერ დედას ეუბნებიან, რომ ვერ გააჩენ მოკვდები, ან ეს მოკვდება. და რას ლაპარაკობთ? ბევრჯერ მინახავს, რომ გადადეს უბრალოდ და თქვენს, რომ ეს ვერ გადარჩება და კი, ვერძიან მორიელი თქმა, ამბობ, რომ გამორიცხეთ, რომ ვერ გადარჩეს. იმ ხელას ცეცხლის უნარიანობა აქვთ. აქაც ხშირად არიან ქირურგები, ძალოვანები, სტრუქტურის წარმომადგენლები, მამა. ოღონდ მამა თვითგანადგურებისკენ არის კიდე ხშირად მიდრეკილი. ხშირად მამა არ ყავთ, იმიტომ რომ მორიელში მზეთყოვდება. თუმცა ფსიქოლოგიურ წყობებში არის ხშირად აი რაღაცებს თვითგანადგურების ინსტინქტი აქვს მამას, მაღალი. მორიელებს თვითონც აქვს ეგ ინსტინქტი. საკმაოდ თავის ჭამა უყვართ ხშირ შემთხვევაში. აი ხშირად არიან არასასრული ბავშვები რა, დედისთვის. ძალადობის ბავშვებიც არიან ხშირად სხვათა შორის. ანუ დოდა დედას მოიტაცეს, რა ვიცი, სხვა ვერსიები ახლა მაგალითად დაშორდნენ და მერე შერიგდნენ, ეგეც არის. და ხშირად არის კიდე რომ ძალიან დიდი ხანი არ ყავთ და რავი, აი როცა აღარ ელია, მაშინ მოდის ეს ბავშვი. აი როცა აი მართლა ყველაფერი გაიარა წყვილმა, ტანჯვა, წამება და მოდის ეს ბავშვი მერე, რომ აი გამოიმუშავეს ეს ბავშვი ფაქტობრივად. მაგრამ უფრო ხშირად აი გარდაცვალება მინახავს, ხშირად აი ვიღაცა 2 წლის რადიუსში, ადრე 2 წლის მერე ვიღაც გარდაიცვალოს უნდა. დიდი ენერგია აქვს, იმიტომ. საგვარეულოში ითხოვენ ადგილს, თვითონ სათავისუფლებენ, მერე რომ მიდიან, ვიღაც მოდის, ყოველთვის ახალი ცეცხლი მოდის. სხვა შორის მორიელი კიდე იბადება, მინახავს ეგეთი ისტორიები, რომ ავარიაში მოხვდნენ და აღმოაჩინა დედამ, რომ იყო ფეხმძიმეთ. აი რაღაც ისეთ ხდება რა, მოკეთ ისე. საინტერესო. ან ფეხმძიმეთ იყო და ავარიაში მოხვდნენ და ეგონა რომ ვერ შეინარჩუნებდა ბავშვს და არაფერი არ მოსულა ბავშვს საერთოდ. დედა მინახავს და საოცრად დაშავდა და ბავშვს არაფერი არ ჭირდა, საერთოდ არაფერი არ ჭირდა, რომ ჩვეულებრივი კიბორგია, არა აქ ეგ მომენტი რომ ვერ გადარჩეს. ვერძიც ის ეგეთივეა სხვათა შორის, რომ იცოდეთ, ეგენი ძალიან ცეცხლსუნარიანი ბავშვები არიან. რაც შეეხება შვილდოსანს, შვილდოსნები იბადებიან მებთან, ლექტორები, ცნობილი ხალხი, ასეთი შენ ამის შვილი ხარ, ამის შვილი ხარ. ხშირად კიდე შვილდოსნები იბადებიან, ერთ-ერთი მაჩვენებელია ბავშვს შეიძლება ყავდეს შერეული დედა. ანუ არ ყავდეს შეიძლება ქართველი. ხშირად ხდება, რომ ინტერნაციონალური ოჯახის შვილია. აუცილებელი არა დედა, მაგრამ ბებია იყოს, შეიძლება წარმოშობა სხვა ქონდეს. ხშირად არის შერეული ოჯახები, ხშირია. თევზები შვილდოსანი ძალიან ხშირად ინტერნაციონალური ოჯახია. ზოგჯერ სულ არ აღიარებენ ამას, ეგეც ხდება ხოლმე, მაგრამ მეტესად შვილდოსნის შემთხვევაში პირიქით თავმოწონებაა და თავმომწონებაა. თავადი ბებიები და ბაბუები ყავთ ხშირად და ესეთები ვიღაცა ყავდა, რა ვიცი, ესეთი თავადი რაღაცა ცეკას დივანი თუ რა ქვიათ ეგეთ ადამიანებს, ეგეთებიც არის ხოლმე. და შვილდოსნები კიდე ძალიან ხშირად, ისე ჩვეულებრივ ბანალურად იბადებიან ისეთ ოჯახში, სადაც უმეტესად აი მამა, თუმცა დედაც იყო შეიძლება, აი თამასას რო უწესებს, ხო იცი, ზუსტად ეგ ვარიანტია, რომ აი ჩემი შვილიშვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს. რო არ ეკითხებიან რა უნდა რა და აი უბრალოდ უწესებენ, რომ აი შენ ესეთი უნდა იყო. ძალიან საინტერესო რაღაც თქვი შენ, რომ არიან 2 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სანამ მშობელი გახდება, კარგად უნდა დაფიქრდეს თუ ჩამოყალიბდეს. მივუახლოვდეთ მაგათ. ეგ არის თხისქა და ვერწყული. თხისქები ზოგადად ისეთ იბადებიან ისეთ ოჯახებში, სადაც მშობლები ჯერ კიდევ თვითონ ბავშვები არიან, ან ძალიან ასაკოვან მშობლებს უჩნდებათ, ხშირად ეგრე ხდება. ან თვითონ მშობლები პატარები არიან და სწავლობენ. ხშირად არის ბებია ბაბუების დიან. თხისქებს და მერწყულებს ძალიან ხშირად დიან სხვა ადამიანები. ძიძები ცოტა შორის.
შეიძლება დედა იყოს და მამა, მაგრამ მიკედლებული უფრობებია უყვართ ძალიან ასაკოვანი ადამიანები, უყვართ, თვითონც უყვართ ძალიან ბავშვობაში, კარგად ცნობენ თავს, ასაკით უფროსებთან. მეგობრობენ კიდეც. და თხის გაუცებად და მერწყული ეს ისეთი ნიშნებია, რომლებმაც თვითონ გაიზარდოს რა ჯერ. უნდა შედგეს პროფესიულად აუცებად, რომ მივხვდეს, რომ ბავშვი ჭირდება თავისთვის, როგორ რომ კომუნიკაციის, სწორი კომუნიკაციისთვის და არა რაღაცის სტატუსის დასამტვრის, რომ ბავშვი როგორც სტატუსი არ უნდა ყავდეს. ნახეთ, ხშირად სხვათაშორის თხის ქადა მერწყული კიდე იბადება ის ოჯახში, სადაც დედისთვის ბავშვი არის სტატუსი. ან სტატუსი რო დაამტკიცოს, რომ მე ბავშვის გაჩენა შემიძლია. ან მეორე ცუდი ვარიანტი, რომ არ დაკარგოს სტატუსი. მაგალითად, მეუღლე მიდის და ძალიან ხშირად არის სამწუხარო, თუმცა ბავშვს გაჩენენ, ეს არის სტატუსის ნიშნები და ამიტომ თხის სტატუსია, რომ შევაკავოს, არ დამენგრეს თავზე სისტემა. მერწყული სხვათაშორის ხშირად არის, რომ უმამოთისდებიან, ხშირად არიან ბავშვები, რომლებსაც მამა არ ყავთ. ან ერთი მშობელი რაღაცნაირად უცნაურად არ ვიცი, არ არის რა, რაღაც ვაი, რა საინტერესოა ხა, რო ყვები, ხო? ერთი 3-25 წელი ადამიანების ისტორიებს ვისმენ. აქედან გავდერეთ 3-4 სცენარით მოყვები და აბსოლუტურად ეს არის რა, რეზონანსია ყველა. საინტერესო მე ხაჭერს მერწყულებთან ძალიან ხშირად პლუს ერთია, რომ საგვაროში არიან გაშვილებული, არაღიარებული ბავშვები, უკანონო ბავშვები. ამიტომ მერწყულები ხშირად მეგობრობენ სხვის შვილებთან და ხშირად ზრდიან კიდეც სხვის შვილებს. პროფესიაც აქვთ ეგეთი ხანდახან, რომ სხვის შვილების გაზრდაევალებად. კარგიც არის სხვათაშორის მათთვის მიღებული ბავშვები ზოგადად. იმიტომ რომ მერწყულის საკუთარ შვილებზე მეტად სხვის ბავშვებს ემეგობრება ფანტასტიკურად. თვითონ მითიც მერწყულის შესახებ სხვის შვილებია ზუსტად. ის იგივე თხის რქაც შორის ასე თხის შემთხვევაში ეგრეა თხის რქა არის მითოლოგიაში თხა ამალთეა რომელიც ზევსს ყვებავდა სხვის შვილს ვდიდა რა რეალურად და პროფესიაა ძალიან კარგი თუ იქნება სხვისი შვილები ფანტასტიკური ხშირად ირჩევენ საინტერესოა კი აი მე მყავს მეუღლე მერწყული რომელიც ისე ზრდის ჩემ შვილს რომელიც თავის ბიოლოგიური შვილი არ არის მაგათთვის უმარტივესია მაგათთვის ძალიან ჩვეულებრივია იმიტომ რომ მერწყულისთვის ყველა ადამიანი არასისხლისმიერი განსაკუთრებით მისიანია კარგად ისმის ადამიანები უყვართ რა მერწყული ამიტომ ჩემი შენი არ არსებობს მაგათთვის აი თხისკა უფრო ცოტა ტრადიციული ტიპია და უფრო დოგმატურები არიან უფრო მეტად დოგმატურები და ნუ თევზები ხშირად ისეთი ბავშვები არიან რომლებიც აი ხშირად ხდება ხოლმე ის ფეხმძიმობა მაგალითად გვიანიგებს დედა რომ აი ფეხმძიმედ არის ან რაღაც მიზეზით ფეხმძიმობა იმალება ტოქსიკოზია ხშირად დედას აქვს ტოქსიკოზი და მოწყვეტილია სამყაროს თევზები ეგ არის საერთოდ სამყაროს მოუწყდი და ხშირად ხდება რომ დედა მოწყვეტილია უბრალოდ სამყაროს რაღაც თუ არ მალავს ფეხმძიმობას და ხშირად არის სამწუხაროდ სამკუთხედში სასიყვარულო სამკუთხედში დაბადებული ბავშვი რომელიც თავიდანვე ესე ვთქვათ უარყოფილია ანუ არ აქვს მომავალი ურთიერთობას და ყველაზე ბანალური ხო ტოქსიკოზია დედა ბევრს მოგზაურობს დადის უკეთ სადღაც მეტესად აქაც არის ხშირად რომ ერთის კესი გონიათ სხვა არის ან ერთი ბავშვი გონიათ და ორი იბადება ეგეც დუალური ნიშანია ეგეთი ვარიანტებიც არსებობს რაღაც ქაოსია დედის ცხოვრებაში ასევე ხშირად თევზების დაბადება ოჯახის ცხოვრებაში ხშირად ქაოსი და ერთ-ერთი ნიშანია კიდე რომელიც ასევე წარმოშობს ისეთ ბავშვებს რომლებიც დაიბადნენ ემიგრაციაში ან მასის დაბადების მერე წავიდნენ ემიგრაციაში იქიდან ჩამოვიდნენ ან ერთი მშობელი მამა განსაკუთრებით წავიდა სადღაც შორს ან ჩამოვიდა სადღაციდან როცა ბავშვი დაიბადა ну ან მამას ეგეთი პროფესია აქვს სადღაც შორს დადის შორს არის რა იზოლაციაშია მამა თორთევზები იზოლაცია არის კიდე ძალიან მძიმე სიტუაციებში საგვარეულოში ფსიქოლოგიური სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანები ყავთ ასევე მე ვფიქრობ ჩვენ დღევანდელი ეთერის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს გაუხარწყლდება დანაშაული შეგრძნება მე ვფიქრობ გაუნელდება სურვილი ყველაფერი აკონტროლოს იმიტომ რომ იმდენი რამე არის რაც ჩვენ კონტროლს მიღმა არის რაც უბრალოდ უნდა მივიღოთ ხო იმისთვის რომ შევძლოთ მე ის რაც ნამდვილად ჩვენი გასაკეთებელი და ასარჩევია ავირჩიოთ მე მინდა ჩვენ პატივცემულ დარბაზს კითხო ხომ არ აქვს რამე კითხვა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ თქვით, რომ ყველა სული რეინკარნირებულია, რაც აქ მოდის, ხო? დედამიწაზე, ანუ ჩვენთან. მე მაქვს ასეთი კითხვა დამებადა, რომ აი, ოდესღაც ხო იწყება ეს პირველად რომელი სულიც მოდის.
აი თქვა არ ყოფილა იქამდე არავის სხეულში და აი პირველად მოვიდა ამ დედამიწაზე. ეგეთები თუ არსებობენ და როგორ მივხვდეთ ეგეთი არის თუ რეინკარნირებულია? გეტყვით რა თქმა უნდა, კი ბატონო. იცი რა არის, საერთოდ ინკარნაციის პრინციპი ზოგადად და ეზოთერიკა ზოგადად ძალიან ბევრი ჰიპოთეზას ეფუძნება, იმიტომ რომ იქეთ არავინ არ ყოფილა და არ დაბრუნებულა რომ მოგვიყვეს დეტალურად იქ რა ხდება. საიდან ხო, ამ რა შეეხება ინკარნაციას, ნახეთ, ადამიანის სხეულში ყოველთვის არ ვინკარნირდებით. სული გადის სხვადასხვა განზომილებებს და სხვადასხვა ფორმა გვაქვს ინკარნაციის და ზოგიერთ ინკარნაციაში ჩვენ ვართ ენერგია. და ან ენერგიის მომწესრიგებელი მაგალითად, სხვადასხვა ტიპის ენერგიები ვართ. და დედამიწაზე დაბადებას, როდესაც ვითხოვთ ჩვენ ადამიანში განსხეულებას, და სხეულით აღვქვამ ჩვენ ემოციას, რეალურად, ხო? სხეული აღვქვამს ემოციას და იმახსოვრებს ემოციას. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ის ინფორმაციის შესაგროვებლად მოვდივართ უკვე. დედამიწაზე მოვდივართ საერთოდ ინფორმაციის შესაგროვებლად ასევე. და ძირითადად ვსწავლობთ სიყვარულს და თავისუფლებას. ამისთვის მოვდივართ რეალურად. თუ ჩვენ მაგალითად ადამიანის სხეულში პირველად ვართ ინკარნირებული, ну ან დიდი ხანი არ ვინკარნირებული ვართ ყოველ შემთხვევაში. თუ ძირითადად ეს ადამიანებს ნახე რა ახასიათებთ. ბევრად უფრო კარგად ცნობენ თავს ფლორა ფაუნაში, ტყეში, ცხოველების გვერდით და მარტო. ადამიანთან არ ცნობენ თავს კარგად. ძალიან დიდი დოზით ინტროვერტები არიან. და თავისებურად რაღაცა ანუ ენერგიების ესმით მაგალითად სიტყვაზე მთების, კლდეების, ანუ არის ესეთი ხალხი, რომელიც ცხოვრობს განდეგილად და აი ეგენი არიან ზუსტად ის ხალხი, ვინც იყო ენერგია. რამოდენიმე გადაცემა ვნახე, როდესაც ბავშვი ყვებოდა, ну ბავშვი რომელიც დაიბადა ამერიკაში, ეს კონკრეტული შემთხვევა თუ რამოდენიმე იყო ესეთი, დაიბადა, რომელმაც ანუ თქვა, რომ ამა და ამ ქუჩაზე ცხოვრობდა, ამა და ამ მშობლების შვილი იყო, ხო? და ну წაიყვანეს იქ და აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვი ზუსტად იმ მშობლებმა დაკარგეს ბავშვი, გარდაეცვალათ და ეს ბავშვი იძახდა, რომ ეს მე ვარ. საინტერესოა, ესეთი შემთხვევა მალე მოხდა ინკარნაცია, ამაზე ვსაუბრობ. კი, სტრაფი ინკარნაციები არსებობს, კი, რა თქმა უნდა, არსებობს სტრაფი ინკარნაცია. ისე რომ ბავშვს ამ ცხოვრებაში ახსოვდა პერიოდიკა ძალიან ისეთია, განსხვავებულია. სული შეიძლება 100 წლეულებში ერთხელ მოვიდეს, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა დააგროვა, რა დონის გამოცდილება დააგროვა. და შეიძლება ძალიან სწრაფადაც მოვიდეს, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდა მაგალითად გარდაცვალება მოულოდნელად სწრაფად სხვისი მიზეზით, შესაძლოა ახლა პირად ჰოროსკოპში არის კონკრეტული პლანეტები, რეტროგრადულ პლანეტებს ვეძახით, რომელიც საერთოდ გვიჩვენებს რატო დაბრუნდი, რა დაგრჩა აქ. აი რეტროგრადული მერკური რას ნიშნავს, რა დამჩა აქ მითხარით თუ ცოდნის მისაღებად ან გასაზიარებლად. თუმცა ასევე კარმულია შენი დედმამიშვილით. ვინც შენს დედმამიშვილად დაიბადება, ბიძაშვილ მამიდაშვილად მამიდად, ეს არის მნიშვნელოვანი პერსონა შენთვის. ანუ ყველა პლანეტა რეტროგრადული არის პერსონა. გააჩნია რომ რა პლანეტაა, მე ხვდი, რომ პლანეტები არის პიროვნული, გენდერული, არსებობს უმაღლესებიც კიდევ. ხე შეიძლება მაგალითად რაღაცა ეპოქალური ცვლილებების მოსახდენად მოხვედი. მე მაწყობს ცოდნის მიღება და გაზიარება ჩემთვის მისაღებია. მიკროფონს მოგაწოდებენ თუ შეიძლება კითხვა. როდესაც ოჯახში უფროსი თაობა წავიდა და შემოდის ახალი თაობა, შვილიშვილი იბადება, შვილთაშვილი და იგივე რიცხვში იბადება, რომელშიც გარდაცვლილი, ანუ დიდი ბებია გავიდა ამ სამყაროდან. 22 სექტემბერი. 4-იანი. 4-იანი. 4-იანი და ქალების ენერგიას ატარებს კი. იცი რა, რაღაცა ოცნებები დარჩა იმ ადამიანის შეუსრულებელ ცხოვრებაში, იმიტომ რომ 22 თხოს ოცნებები შეესრულოს. თუ მისია იმის ოცნებები უნდა ამან დახუროს, ესე ვთქვა, შეესრულოს ამას შეუძლია. რაღაცა უნიკალურობის კოდია მან 4-იანი უნიკალურია, ძალიან უნიკალურია. მისი ოცნება ამის მისია შეიძლება იყოს? არა, მას დარჩა რაღაც შესასრულებელი და წინა თაობაში, თუმცა მან ახლა ბევრი ვერსია, იმიტომ რომ მან დაინახოს, რა თქმა უნდა, ბევრი, მაგრამ ნუმეროლოგიურად 4-იანია, ეგ არის რაჰუ, ეგ არის აღმავალი კარმული კვანძი, ეგენი ძალიან იჭერებელია ძალიან და ენერგიულები საოცრად კიდევ. თქვენ ახსენეთ წეღან, როდესაც შეწყვეტილი სიცოცხლე, აი მოწყვეტის საშიშროება როცაა და სულმა კონტრაქტი დადო და გაჩნდა. გადაიფიქრა ჩვეულებრივ. კი. და ამ შემთხვევაში ის აგებს პასუხს თუ პასუხისგებლობას მშობელს ანიჭებს ამით. არა, ორივეს გამოცდილებაა. დედამ უნდა გაიაროს ისე მომენტი, რომ ელოდა და დაკარგა. და რაღაც უნდა გააცნობიეროს ამით და სულმაც უნდა გაიაროს ეგ მომენტი, რომ ემზადებოდა დასაბუთებად, მაგრამ გადაიფიქრა და რაღაც დამატებითი გამოცდილება უნდა მიიღოს.
ანუ ბრალი არც ერთის, ორივეს გამოწვევი. ყველაფერი კაზომიერი, არაფერი არავის ბრალი არ არის მეგობრებო, საერთოდ. მადლობა. კიდევ აი კითხვა გვაქვს აქეთ. მოკლედ ჰოროსკოპს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინტერესებს 7 წელი არ გვყავდა შვილი და ხელოვნური განაყოფიერებით შეგვეძინა ტყუპები. ნოემბერში მორიელები არიან და ამ შემთხვევაში ძალიან განსხვავდებიან. ტყუპები ყოველთვის განსხვავდებიან, იმიტომ რომ ეს არის ორი სხვადასხვა გამოცდილების მქონე სული. უბრალოდ მათ ამ ინკარნაციაში ერთი გაიდლაინი აირჩიეს. თუნდაც აბსოლუტურად სხვადასხვა ეპოქებში ინკარნირებული ადამიანები არიან. მათი ბედი განსხვავებული იქნება აბსოლუტურად. სხვადასხვანაირად ჩვენს გააკეთებენ. რა მიზეზით არიან კიდე დაკავშირებული? თვითონ ერთმანეთთან იყვნენ ბევრი ინკარნაციაში საკავშირში. ვიცოდეთ, სხვადასხვა ინკარნაციებში, ოღონდ სხვადასხვა გამოცდილება აქვთ. ჰოროსკოპი როგორც ესეთი დახასიათება, რომ აი აბსოლუტურად სხვადასხვა ბედი ექნება, იცოდეთ, კი, ტყუპების ჰოროსკოპები ძალიან საინტერესო დიშიფრება, კი. და როგორ უნდა გაიშიფროს? წამებით ის იმ წამს დაიბადა ეს ამ წამს? ერთი და იგივე წამსაც რომ დაიბადან, სხვადასხვა გაშიფრვა აქვს ტყუპების ჰოროსკოპი. როგორ ადგენ ნატალია ლუკას ერთი ხო მაინც ადრე გამოვიდოდა ყველა ვარიანტში, ორივე ერთად ხო ვერ დაიბადება. და იმის მიხედვით რომ მაგალითად პირველი ვინ დაიბადა ის აიღებს მზეს პირველ მართვას, მეორე აიღებს თვარეს. ძალიან სხვადასხვანაირები იქნებიან. შევაჯამოთ, ხო? ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო თითოეულ მონაწილეს. მადლობა სოფია შენ, რომ იყავი ჩემი სტუმარი და ვფიქრობ კიდევ ბევრ საინტერესო თემას გავშლით, იმიტომ რომ ღრმად ჩასაშლელიც იყო ეს თემები. მადლობა Ed Production-ის გუნდს, რომელმაც გადაიღო ეს გადაცემა და გადაიღებს ASMS პოდკასტებს და მადლობა თქვენ ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო. ძალიან მიხარია თუ შემოუერთდებით გააზრებული დედების რიგს და ჩვენი გამომწერი და მსმენელი გახდებით. ჩვენ ამით ვასრულებთ ჩვენ დღევანდელ გადაცემას და გველოდეთ ყოველ პარასკევს.